როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება. ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა. ის რაც მამა გაბრიელმა იქადაგა, ზოგჯერ თითქოს შორდება რეალურ ყოფიერებას. დრომ ზოგი რამ ახსნა, მხოლოდ ზოგი რამ, იმ ღვთაებრივი გარკვეულობით აღბეჭდილი სიტყვებიდან. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება. ასე უბრალოდ განმარტა მამა გაბრიელმა ადამიანის არჩევანის შესაძლებლობა მაშინ, როცა ის ღვთის განგებასაა მინდობილი, რადგან ჩვენი ზრახვები არ არის, ჩვენი გზები არ არის. გვეუბნება ესაია წინასწარმეტყველი. როგორ გამოითქმის, როგორია ეს სინამდვილე? რა საიდუმლოთია გამსჭვალული აქაური ჰაერიც, სიჩუმეც, გალობაც და ფიქრიც, რომელიც შეარყევს ხოლმე ყველაფერს, რაც აქამდე იცოდი. როგორია ის ადგილი, რაზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა. არსად ისეთი მადლი არ მიმიღია, როგორც აქ სამთავროში. ანგელოზის წირვა დგება, როცა დაჰკრავს ნინო ზარსა. ცხეთის ქალაქს მირონი დუხს ყოლბნივ გააქვს ნიავ ქარსა. გარს გუმბათსა სვეტს ეხვევა, როგორც ნორჩი ვაზი სარსა. იმის მადლი შეგეწევათ, რაც იქ წირვა ლოცვა დგასა. ანტიკური ხანის მცხეთის გალავნის იქით, მტკვრის და არაგვის შესართავთან, ოდესღაც დიდი მინდორი იყო. დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა კაპადოკიიდან დიდი იორდანეს უდაბნოში გახიზნულ ნინოს, რათა წავიდეს მის წილხვედრ ქვეყანაში, იქადაგო სახარება იესო ქრისტესი და მე ვიქნებიო მარადის შენი მფარველი. ქართველ მამსჯულს ამ ახალ აღთქმას შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც რამ ძვირფასია ადამიანისთვის და რაც თავის დღეში არ დასცველდება, ვინამ ადამიანი არსებობს. შეუერთა მამული და ეროვნება. ამბობს ილია ჭავჭავაძე.
ქართლის ცხოვრება იმ სასწაულებზე მოგვითხრობს წმინდა ნინომ, რომ მოახდინა მცხეთაში. მათ შორისაა სამეფო კარის მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. არქეოლოგიური გათხრები კი დაუსრულებლად, საგნობრივად ადასტურებენ, რაც იყო, რაც შემორჩა და რაც უნდა გადარჩეს. პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე ნანა დედოფალი. დრომ სხვაგვარად გადაანათა საფლავებზე ტაძარში და ტაძრის გარეთ. დრომ კიდევ უფრო მოგვიახლოვა წარსული. სრულიად უნიკალურია და ანალოგი არ მოეძებნება სამთავროს დედათა მონასტრის ახლად გახსნილ მუზეუმს. რაც არ უნდა ძნელად წარმოსადგენი იყოს, აქ ექსპონატად ქცეული საკრალური საგანი ინარჩუნებს მატერიალურ არსს და ამასთან ერთად საკრალურობას გამოხატავს. აქ სამთავროს მონასტრის მუზეუმში ენით გამოუთქმელი მნიშვნელობის სიწმინდე სვეტიცხოვლის ნაწილია დაბრძანებული. საუკუნეების მანძილზე ის დედოფალ ნანას და მეფე მირიანის საფლავს ზემოთ საიდუმლოდ დაფარულ ნიშში ინახებოდა. სვეტსა შინარს ნაწილ ღვთით აღმართულისა მის სვეტისა ქართლის ცხოვრება. თანამედროვე საქართველოსთვის უმძიმეს 1990-იან წლებში ღირს მამა გაბრიელს საღვთო გამოცხადებით ეუწყა სვეტიცხოვლის ნაწილის მდებარეობის ზუსტი ადგილი. უდიდესი სიწმინდე ჩვენთან ინახება სვეტიცხოვლის სვეტის ნაწილი, რომელიც მამა გაბრიელმა 90-იან წლებში ანგელოზის მინიშნებით მამა გაბრიელს ეუწყა ადგილსამყოფელი წმინდა ნაწილის და ჩამოასვენა იქიდან მინიშნებული ნიშიდან გადმოასვენა და დედებთან ერთად შეაბრძანეს მაშინ საკურთხეველში. ტაძრის საკურთხეველში. შემდეგ გაუკეთდა ძვირფასი ვერცხლის ლუსკუმა და ლუსკუმაში ჩავასვენეთ და იმის შემდეგ ჩვენთან არის დაბრძანებული და ეხლა უკეთდება კიდე ძვირფასი კიოტი, რომელსაც ველოდებით რომ მალე მოიტანებენ და აი ქონდა გადავაბრძანოთ ისევ ტაძარში. როგორც ქართლის ცხოვრებაში არის რამდენი სასწაულები აღესრულებოდა, როდესაც სვეტიცხოვლის ნაწილს მიახლებოდნენ, იკურნებოდნენ და მეორე სასწაულები აღესრულებოდა. და ამდენად ყველაფერი ეს დაკავშირებულია წმინდა ნინოს სახელთან და ჩვენც წმინდა ნინოს მონასტერში ცხოვრობთ და ამდენად ეს ყველაფერი ღვთის გამგებით წმინდა ნინოს მინიშნებულ ადგილას გამოაჩინა ღმერთმა. შეუძლებელია განმარტო ყველაფერი, რაც ქრისტიანულ ცხოვრებას და რწმენას ეხება. ყველაფერი არ განიმარტება. აქაური ცხოვრების ისტორიული ფოტოები, რელიგიებად ქცეული საგნები, ხელნაწერები, ფასდაუდებელი სიწმინდეები, დღესაც იმ სრულყოფილების არსზე მიგვანიშნებს, რის მიწიერ სიმბოლოებსაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენი მუზეუმის დაარსებაში დაგვეხმარენ ბატონი მალხაზი ამაშუკელი, ბატონი ნუდარი და რომელთაც ესე გაგვიმშვენეს მოაწყეს ეს მუზეუმი და ამდენად ჩვენ დიდ მადლობას უხდით მათ და ვინც დაგვეხმარა.
როდესაც პირველად ვნახეთ ტერიტორია, იყო ძალიან პატარა ფართი. ძალიან პატარა ოთახი იყო, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. და მე ვთხოვე იღუმენიას ქეთევანს, რომ მე მოვიყვანდი ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას, ბატონ ოდარ ახალკაცს, რომელთანაც მე მაკავშირებს 35 წლიანი მეგობრობა და ურთიერთობა ეროვნულ მუზეუმში და პირობა დავდევით, მართლა პირობა დავდევით, რომ აქ კარგი მუზეუმი გამოვიდოდა. თავარი რაც იყო ჩვენთვის, მამა გაბრიელეს კოშკში უნდა შევსულიყავით. მამა გაბრიელეს კოშკში ჩვენი შესვლა იყო ამისი რო აგიხსენოთ, ზღაპარი იყო ჩვენთვის. იქ დღეები ვიჯექით და ვმუშაობდით. და ყველა მის ნივთს ვნახულობდით, რაც კი მამა გაბრიელს აკავშირებდა. როდესაც მე და ბატონ ოდარს გამოქონდა ნივთები უკვე კოშკიდან და მუზეუმში უნდა გადმოგვეტანა, ერთ-ერთმა დედაომ გაგვაჩერა და გითხრა, რომ სადმე გაქვთ ეს ნივთებიო? ნუ ჩვენ ვთხარით მუზეუმში უნდა გადავიტანოთ მეთქი და გაგვაჩერა და გითხრა, რომ მამა გაბრიელსო დაბარებული აქვს, რომ ჩემი ნივთებიო 50 მეტრზე მეტი არ მოაშოროთ კოშკიდანო. ნუ ჩვენ მაშინ გავჩერდით, იღუმენიას ვკითხეთ რა გვექნა და მოვიტანეთ მე და ბატონ ოდარმა საზომი და გავზომეთ მანძილი და ზუსტად გამოვიდა 42 მეტრი. და ჩვენ ამით რა ვიცი, აი დავწყნარდით და შემდეგ რო გავზომეთ, ჭიშკრამდე არის დაახლოებით 60 მეტრზე მეტი და ამიტომ მეტყობა მამა გაბრიელს ქონა გათვალისწინებული, არ უნდა გასულიყო სამთავროს ტერიტორიიდან ეს თავისი ნივთები. ჩემთვის სამუზეუმო სივრცე ეს არის სასახდრო სივრცე. იმდენად რამდენადაც გარდა იმისა, რომ ეს არის წმინდა ნივთები, ეს არის ჩემი ისტორია, ჩემი ქვეყნის ისტორია, იმ ხალხის ისტორია, რომელიც აქ ცხოვრობს და ასეთი მუზეუმის გაკეთება ჩემთვის რთული იყო, უნდა გავსულიყავით ზღვარზე საერო და საეკლესიო ცხოვრებას შორის და ჩვენ არც ერთის დაჩრდილო არ გვინდოდა. გვინდოდა ქართული ეთნოგრაფიას გვენახა. დედების ხელსაქმის ინსტრუმენტები, რაზეც ისინი ქსოვდნენ, ჩეჩავდნენ. აქ ჩვენ საკერავი მანქანა გვაქვს და იღუმენია ანას მემოთელილი წყინვალე თექა. დიდი მადლობა ძეგლთადაცვის სააგენტოს, რომელიც გვერდში დაგვიდგა და ის არქეოლოგიური ნივთები, რომელიც მუზეუმში იყო, მცხეთის მუზეუმში და მცხეთის მუზეუმის თანამშრომლობისას უღრმესი მადლობა, რომელიც დაგვეხმარეთ და გადმოგცეს და დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი კუთხე გახლავთ ამ მუზეუმში. მე მინდა მათ მადლობა გადავხადო. 1820 წელს სამთავროს დედათა მონასტერი უკვე არსებობდა. აქ თავადის ქალს ნინო ამილახვარს და რამდენიმე განდეგილ დედას სენაკები აუგიათ და ეგზარხოსის ნებართვით სამთავროში დასახლებულან. თავიდან 5 ყოფილან, რამდენიმე წლის მერე 10. ასე იწყებდნენ ლოცვას სამთავროს დედები, რომელთაც უკვე შავი ანაფორის ჩაცმაზე მონაზნურ ცხოვრებაზე ჰქონდათ კურთხევა. გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლობითა წყალობითა შენითა იხსენ მხევალი ესე ამაოსა ამის სოფლისა ცხოვრებისაგან.
ნინო ამილახვარი ამ მონასტრის წინამძღვარი იყო რიგით მეოთხე. პირველი წინამძღვარი იყო ნინო ისიც ნინო ამილახვარი, მამიდა უგუნთ ნინო ამილახვრისა. პატარა დაობლებული მოიყვანა მამიდა მონასტერში, გაზარდა აქ მონასტრული წესით. მას ერქვა სახელი ანა. და როცა მამიდა გარდაიცვალა, ნინო ამილახვარი დარჩა მონასტერში, არ გაშორებია მონასტერს და თავისი ხარჯით ცხოვრობდა მონასტერში. დიდი მოღვაწე, დიდი არაჩვეულებრივი, თავდაბალი, განათლებული, ნაკითხი. მისი მოღვაწეობა უდიდესია, შეუფასებელია. დაარსა ობოლ გოგონათა სასწავლებელი. ამ ობოლ გოგონათა სასწავლებელში არა მარტო სამღვდელო პირების შვილების სწავლობდნენ, გოგონები ესე იგი, არამედ გლეხის ბავშვებიც მიიღო და ასე მზრუნველობდა. ამიტომ მას სახელი ჰქვია ობოლთ შემწყნარებელი პიროვნება. ეს მისი კაბინეტის მოწყობილობა შემონახულია საბედნიეროდ, ასეთი სახით. ორი ჯვრის მფლობელი იყო, სხვადასხვა დროს, როგორც იღუმენია და მონასტრის მფარველი და გამგებელი. და აი ამ კრებულში, რომელიც წარმოდგენილია მონასტრის კრებული, მას კერძს უმშვენებს კიდევ ორი ორდენი. ერთი არის წითელი ჯვრის ორდენი, აი აქეთ მხარეს, რომელიც არის სხვათა შორის ელიზავეტას ორდენია, ეს დიდი მთავრინაში. მეორე არის სამახსოვრო ჯვრის ორდენი. მათი ძველი ნივთები, ყველაფერი სახარება შემონახული, მისი ხელით ნაწერები ძალიან ზრუნავდა მონასტრის განახლებაზე, დედათა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში, 1904 წელს და დაკრძალულია თავისივე აშენებულ ეკლესიაში, მაყლოვანს რომ უწოდებთ იქ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ეკლესია აღარ არის და ღია ცის ქვეშ იმყოფება მისი განსაცვენებელი. პირველი წინამძღვარი მამიდა, ესე იგი ნინო ამილახვრისა, დაკრძალულია მაყლოვანში, ისიც წმინდა ნინოს ეკლესიის კარიბჭესთან. მაყლოვანი, საქართველოს ეკლესიის სიწმინდე. მას შემდეგ, რაც დაიმსხვრა არმაზის კერპები, დაცხრა ქარიშხალი, ქუხილი, წვიმა და სეტყვამ შემუსრა და ნაპრალში ჩაყარა ძველი კერპები, ნინომ მაყლოვანთან დაიდო ბინა. იქ აღმართა ჯვარი ნასხლევის. დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, ვართ შენზე დამდობილი და შენი შემდობით არ გადავშენდებით. გრიგოლ რობაქიძე. თითქმის ყველა კელია დავათვალიერეთ, სადაც დედები ცხოვრობდნენ, იქ არსებულ ნივთები და შემთხვევით ერთ-ერთი კელის დათვალიერების დროს აღმოვაჩინეთ მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ნაქარგობის ნიმუში, სადაც გამოსახული არიან წმინდა ევსტათე პლაგი და ოჯახთან ერთად და წმინდა გიორგი.
ოქრო მკერდით ნაქარგია და სოფლიოში ეს ნაქარგი არის სულ 2 ცალი, ერთი ინახება აი საქართველოში აქ არის წარმოდგენილი, მეორე ინახება ბრიტანეთში ჰულეს მუზეუმში. სპეციალური კიოტი გავუკეთეთ ამას და ესეთ ერთ-ერთი უნიკალური ნივთია წარმოდგენილი ამ მუზეუმში. ქართული ნაქარგობა თქვენ ხედავთ როგორი ცოცხალი ფერებია, ისინი ხმარობდნენ ნატურალურ საღებავებს, ენდრო, კაკლის ფოთოლი, კაკლის ჭენგო, ზემოთ ირემს და უკვირდით ჯვარი აქვს ქებში, ხოლო გვერდზე ეს სიმბოლურია, წმინდა გიორგია გამოხატული. წმინდა გიორგი ხო დიდი მხედართმთავარი იყო, მეომარი, ევსტატე კიდაც იყო დიდი მეომარი. აი, ასეთი გადაწყვეტაა. აქ არის მახსოვს ჩემი წინაპრები იტყოდნენ, ფშაველი მყავდა ბებო, შეწვერული, ეს ძაფი არის შეწვერული, სხვადასხვა ვერცხლის ოქროს და აი ოქრო კედით ნაქარგეო ვერცხლის და აი ამითი ნაქარგია ესეც აი უძველესი ნაშრომი, როგორი ნაშრომია, როგორი გამოსახულება არის. ექსპოზიციონერებმა მამა გაბრიელის კოშკში მაცხოვრის ხატის ჩასასვენებელს მიაგნეს. წარწერა ექსპონატზე მის დიდ ისტორიულ მნიშვნელობას გამოხატავს. შემიწყალე მაცხოვარო ჩემო, შემამკობელი ყოლად პატიოსნისა, ხატისა, შენისა, საქართველოს მეფის რძალი და ასული, თავადის ოთარ ამილახვარისა, ელენე. და ღირსყავ საუკუნესა ცხოვრებასა კურთხეული მეუღლე ჩემი, საქართველოს მეფის ძე თეიმურას, მშობელი მისა საქართველოს მეფე გიორგი, მეუღლით, ძით და ასულით. ამინ. მარტის მე-12 დღესა, 1859 წელსა. გამიცდით და ნერვულობდით მამა გაბრიელის ვიტრინაზე, სადაც ის ნივთები უნდა, წმინდა ნივთები უნდა წარმოგვეჩინა, რომ ხელით არ შეხებული იყვნენ. ამდენად ჩვენ ესენი ჩავსვით სპეციალურ სკელ მინებში, ვიტრინებში. მინდოდა რომ შავ-თეთრ ფონში გადაგვეწყვიტა მამა გაბრიელის ვიტრინა და ამიტომ ფერადი ექსპონატები გვერდზე გავიტანეთ. უნიკალური ნივთებია მართლაც მამა გაბრიელის კოშკიდან გადმოტანილი. საბჭოთა კავშირის გერბია, ძველი გიფსიშია ჩამოსხმული და მამა გაბრიელის გერბზე რაც არის გარედან ეს ამოფხვრია, ეს ყველაფერი გაუწმენდია და ზედ ჯვარი აქვს აკეთებული. საბჭოთა კავშირის გერბი კი თვითონ შენარჩუნებულია როგორც ფორმა და ის სევიდან გადაშლილია ყველაფერი და გერბად აქვს აკეთებული. სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონის სიტყვები არ უყვარს. კეთილი საქმე არის სიყვარული. თქვენი ნიჭი რწმენაა. ამრავლეთ იგი და სხვებსაც ეს უთხარით. ღირსი მამა გაბრიელი. სიკეთე რქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება მუდამ. ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დასძრავს. ლოცვა მთებს დასძრავს. ლოცვა მთებს დასძრავს. ღირსი მამა გაბრიელი.
ბოთში არის ღვინო, რომელიც მონა გაბრიელის შენახული იყო ივანე ოქტომბრის ტაძრის ქვევრში. მე აღმოაჩინეს ბედებმა თუმცა აი ეს რა შარში. საბერო თავსაბურავი არის. ჯოლის გამოსახულება მოშორებს. $1829 რომ გარდაიცვალა ამილახვარი დამაარსებელი ჩვენი მონასტრისა, მაშინ არ იყო ეს გაფორმებული და ამიტომ პირველი რომელიც იღუმენია იყო, ეს იყო თავადის ქალი ფაღავა, რომელიც სამეგრელოდან იყო, დარია და მან გააფორმა, თქვენ წარმოიდგინეთ, 1820 წლიდან პირველად მოსვლით აქ ნინო ამილახრის გავიდა 27 წელი და მოხერხდა ძლივს რომ გაფორმებულიყო მონასტერი ოფიციალურად. დარია ფაღავას შემდეგ მოგახსენეთ მინადორა ისიც მაღალი წრის წარმომადგენელი ფურცელაძის ასული აზნაურის და შემდგომ ამისა იყო ჩვენი დედა ნინო იღუმენია ამილახვარი, რომელსაც ჩვენი დედა ქეთევანი მონასტრის მშვენებას უწოდებს. მათი გაზრდილები არიან შემდეგ იღუმენია ციციშვილი ნინო, იღუმენია დარია ფაღავა, იღუმენია მინადორა ფურცელაძე, იღუმენია კოჭლამაზაშვილი, იღუმენია გონგლაძე ქეთევანი, იღუმენია ზოილე დვალიშვილი, უწმიდესის ნათლია და ბოლო იღუმენია აჯაიძე ანა, რომელიც 1986 წელში გარდაიცვალა. ეს ბოლო იღუმენია იყო დედა იღუმენია ანა. ნინო ამილახვარი და სამთავრო დედათა მონასტრის დედები. ფოტოზე შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი წინაპარი ქეთევან ამაშუკელი, რომელიც იყო მონაზონი ამ პერიოდში და მოღვაწეობდა ნინო ამილახვართან ერთად, აი მესამე დგას მეორე რიგში მარცხნიდან. ეს ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. და ზუსტად 2 საუკუნის მერე მე რა ვიცი ალბათ რაღაც მეც პატივი ესეთი იყო რომ მე გადამეღო დღევანდელი დედათა სამთავროს დედები, რომელიც ფოტო წარმოადგენენ 2 საუკუნის შემდეგ ისევ გადავიღეთ ახალი ფოტო, სადაც წარმოდგენილი არიან დღევანდელი დედათა მონასტრის დედები.
მონასტრის ძველ წინამძღვართა არა მარტო ფოტოსურათები, ხელნაწერები და ნივთიერი საგნები, არამედ აქ მათი ტრადიციებიცაა შენარჩუნებული, როგორც სამონაზნო ცხოვრების წესის საფუძველთა საფუძველი. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდზე სამთავროს წინამძღვრების ნინო ამილახვრის და ნინო ამილახვარ უმცროსის კანონიზაცია მოხდა. ახლად დაწერილი ხატები ხატმწერ იაკობ ქუბიაშვილის მიერ. ნინო ამილახვარი და ნინო ამილახვარ უმცროსი საქართველოს ეკლესიის წმინდანთა შორის. იქნებ სწორედ ამგვარი მუზეუმის ტაძართან არსებული განცსაცავის მაგალითზე გადაწყდება დიდი ხნის წინათ დაწყებული დაუსრულებელი კამათი. სად უნდა ინახებოდეს სიწმინდეები, საერო თუ საეკლესიო სივრცეში. ჩვენ შევძელით გავიკეთებინა ერთი პატარა მუზეუმი, სულად ახალი, სულად ახალ გარემოში, იმიტომ რომ როგორც ახალმა ბრძანა, ეს არის ერთ-ერთი პირველი მუზეუმი საეკლესიო სივრცეში და მე იმას ვიტოვებ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელმაც ძის დასა სამუზეუმო ხელოვნებისა და შინაარსის დროშა, რომელიც უკვე გდია ქუჩაში, მას უნდა ხელის მოკიდება და თავიდან დაწყება ამ საქმის და ეს ეკლესია ითავა. მე მინდა ბარი ლორდის სიტყვებით მოგახსენოთ, ეს მუზეუმის მენეჯმენტის დიდი მცოდნეა და ის ამბობს, თუ მუზეუმმა თავისი ფუნქცია დაკარგა, მას მალე სხვა ორგანიზაციები აიღებენ ხელში. მე იმას ვიტოვებ, რომ ეს ორგანიზაცია ამჟამად იქნება ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შემდგომში ასეთ მუზეუმებს გაამრავლებს. ჩვენი თვალით აგვაქვს ნანახი როგორ მუშაობდნენ ავთოვარაზი, როგორ მუშაობდა ბატონი ალექსანდრე ჯავახიშვილი გამოფენების მოწყობაზე, რას იყენებდნენ ისინი მასალას, როდესაც აწყობდნენ არქეოლოგიის გამოფენას, როდესაც აწყობდნენ შუა ფეოდალური საუკუნეების გამოფენას. დღესდღეობით ამისი საერთოდ აღარც კადრები არსებობს, როგორ აწყობდნენ ჩვენი ესე რომ მე ვიტყოდი გენიოსები ამ მუზეუმს და უბრალოდ ეს ჩვენშია ჩაბეჭდილი უკვე და ჩვენ მქონდა ეს დამახსოვრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტუმრობა სამთავროს დედათა მონასტრის ახლად გახსნილ მუზეუმში. ერთხელ შეხვედრისას მის უწმინდესობას მამა გაბრიელისთვის უცნაური შეკითხვა დაუსვამს. ხედავ გაბრიელ, ჩვენ შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკი გიბოძა, მე კი წოდება. ამ შეკითხვაზე პასუხი მხოლოდ მათ იცოდნენ. სალოსმა ბერმა და საქართველოს პატრიარქმა.
კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გადმოცემული რამდენიმე ექსპონატი ამშვენებს აქაოს სამუზეუმო სივრცეს. მათ შორის სავანეს დაუბრუნდა საპატრიარქოში დაცული სამთავროს მე-11 საუკუნის კანკელის ფრაგმენტები. კანკელის საკურთხევლის ნარჩენები და გარსა უწმიდესმა კურთხევა, რომ ესე იგი აი ამ ორნამენტებით შემკულიყო დიდი პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის, წმინდა მირიანის და დედოფალი ნანას საფლავის ქვები, რომლებიც დაიდგა სულ რამოდენიმე წელია. ის მზადებოდა საპატრიარქოს ეზოში, აი ასეთი ორნამენტებით. აქ არის ესე იგი ზოგი კედლის ნაწილია, ზოგი საკურთხევლისა, აი რა საინტერესო ექსპონატია. მე-5 საუკუნის ქვაჯარის ნაწილია ეს. ეს გამოხატავს ქართველთა მოქცევას ქრისტიანობაზე წმინდა ნინოს დროს, ესე იგი წმინდა ნინოს ღვაწლი და სხვადასხვა კომპოზიციებია მასზე ამოტვიფრული აი ამ ქვებზე და ყველა აი ამ ორნამენტებით. აქედან არც ერთი არ არის ერთნაირი, სულ ყველა სხვადასხვა. განუმეორებელია, ბრწყინვალე ნიმუშია ქართული ხუროთმოძღვრების, ქართული ორნამენტების დიდება უფალს. ამ გარემოში უსასრულოდ რაღაცას აგნებ, რაღაცას წვდები აქამდე მიუწვდომელს. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ამას გრძნობს ყველა, ვისაც ამ სავანისთვის საგნობრივი დახმარება გაუწევია. მონასტრის დედები უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ, არასდროს ივიწყებენ კეთილის მყოფელებს. ამ საფლავებსო გვითხრეს მათ ბატონმა ავთო სიმონიშვილმა, პოეტ პაკო სიმონიშვილის მამა მოუარა. კედელიც ააშენა, დაზიანებული საფლავებით შეაკეთა. არქიტექტორმა თემურ ბერიძემ უსასყიდლოდ გაგვიკეთაო მუზეუმის და საეკლესიო მაღაზიის პროექტი. უდიდესი ამაგი აქვსო ჩვენზე. ყველაფერში გვეხმარებაო ბატონი თამაზ შარიქაძე. ასევე ლოცავენ და მადლობას უხდიან ბატონ მერაბ ტყეშელაშვილს. მადლიერების გრძნობაც რჩეულთა ხვედრია. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა. გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს. უფალი ძლიერებს დატოვებს. ბოლო ჟამს რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან საქართველო აღარ არისო, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და სასწაული მოხდება. მე მოვალ და დაგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ. ნუ შეგეშინდებათ. მოვალ და მოგეშველებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. წმინდა ღირსი მამა გაბრიელი. რა არის ჩვენს მიერ შეცნობილი საგანი? ამოკითხული თუნდაც ყველაზე იდუმალი ქარაგმა. ის რჩება მხოლოდ ცოდნად იმ სინამდვილეზე, რომელსაც თვალებით ვხედავთ. სანამ სულიერ მზერას არ შევაშველებთ. აქ ამგვარი მზერის უნარის დაუფლებაში გვეხმარებიან. მოგხსენებოდა წმინდისა, საფერისა, შენისა
Sata, Sibtnit, Paulats Mido, Deshumalo, Watsmonenchen, Amen, Upatius Nesakio Bintasa, Dagmat Epituzeshtaisa, Sirapitasa, Anukreat Shoversa, Siprisua, Tisasa, Olusa, Bishoversa, Anukadinete, Ideva Sherda, Krista Merto, Sasuen Parcheno, Ideva Sherda, Ideva Mamasa, Zesa, Spinasa Susa, Atstamaravi, Aukomikim, Kumisam Deorim,